საქართველოს ეროვნული არქივი მე-10 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციისთვის ემზადება. ამ დროისთვის ღონისძიებაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება მიმდინარეობს. არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა, ტენდენციები და გამოწვევები. ამ სახელწოდების ყოველწლიური კონფერენცია 25 სექტემბერს გაიხსნება. ღონისძიება 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება. წლევანდელი კონფერენცია მეფე ვახტანგ მე-6-ის დაბადებიდან 350 წლის თავს ეძღვნება. ღონისძიება განკუთვნილია აკადემიური ხარისხის მქონე პირების, მაგისტრებისა და დოქტორანტებისთვის. კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებებს შორისაა ფილოლოგია, ისტორია, წყაროთმცოდნეობა, არქივთმცოდნეობა, ხელოვნებათმცოდნეობა, კულტუროლოგია და კონსერვაცია, რესტავრაცია. ორგანიზატორთა განმარტებით ღონისძიების მიზანია სამეცნიერო სიახლეების თავმოყრა, ინტერდისციპლინური და ინტერკულტურული კვლევების ხელშეწყობა. კონფერენციაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება 26 ივლისს დასრულდება. ცხადდება მიღება თეზისებისა კონფერენციაზე არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა, ტენდენციები და გამოწვევები. წელს ასე ვთქვათ, ესეთი პირობითად საიუბილეო წელია. მიმდინარეობს თეზისების მიღება, საკმაოდ მაღალი აქტივობა არის როგორც წესი. როგორც წესი ეს კონფერენცია გამოირჩევა თავისი ხარისხით და მრავალფეროვნებით მოხსენებებისა. არქივის ინტერესებიდან გამომდინარე და არქივის ასე ვთქვათ მუშაობის წესიდან გამომდინარე ჩვენ ვცდილობთ რაც შეიძლება ეს ფართო დიაპაზონი გაუშვათ და რაც შეიძლება სხვადასხვა მიმართულებით შემოვიდეს თეზისები ამ კონფერენციისთვის. მე-10 წელია უკვე ტარდება, ახლაც საკმაოდ მაღალი აქტიურობა არის, მიმდინარეობს შერჩევის პროცესი, საკმაოდ ისეთი ჯგუფი მუშაობს და რეცენზირების პროცესიც მიდის უკვე თეზისების დონეზევე, შემდეგ მოხსენებებზე კიდე ცალკე რეცენზირების პროცესია. ასე რომ როგორც ქართველი, ისე უცხოელი მოხსენებლების სიმრავლე გვაქვს.